საუკუნის მშენებლობა 100 წელიწადზე გაგრძელებული ყველაფერი აქვს, უნდა გაუძლოს ყველაფერი მეტეოროლოგიურ პირობებს, გათვლები რაც კი ბოლო სასილის განმავლობაში მოსულდეს მეტეოროლოგიურ დატვირთები ქარის, თოვლის, სეისმოლოგიის ყველაფერი უნდა გაუძლოს 100 წელიწადს. ეს არის რომ ფასადი საერთოდ რჩება ინაბეტონის სახით, ხის იმიტაციით არის გაკეთებული, ახალი არის საქართველოში, ეს პირველად არის და ნერგილი აქვს. ვაკეთებთ ჩვენ. და უნიკალურობა ეს არის რომ ეს არის გააჩნია კონცერტის პროგრამას, რა პროგრამით არის კონცერტი დატვირთვა, მომსახურება როგორ ჭირდება, იმის და მიხედვით თუ მაგალითად მაქსიმალური დატვირთვაზეა და დიდი ჭირდება დარბაზი და რაღაცა ჭირდება, მაშინ არის 7600 კაცი ჭირდება ამაზე. თუ კონცერტის პროგრამა არის პატარა, ემატება და 9600 კაცი არის. ქვემოთ არის კიდევ 4 კინოდარბაზი, 150 კაცი არის თითო. ანგარიში სადაც ხდება ფესტივალის სახით შეიძლება ჩატარდეს. ძირითადად კასაურების სახით არის აქ კეთდება, იქიდან წამო მემბრანული ზონტიკივით იქნება დაშლა, მოშლა ყველაფერი იყლის აქთავს. ამაში არის კიდევ არის სასადილო, არის რა ქვია, დირიჟორისათვის და მომსახურებისათვის სასტუმრო, საგრიმიერო, ყველაფერი რას კი ჭირდება კონცერტის მომსახურე პერსონალს, ყველაფერი არის ამ შენობაში. ძირითადად აქ არის სოფლის კედლების და იმით იქნება. რაც არის სამშენებლო წვრილი სამშენებლო ბლოკი და დაწყებული გვაქვს მაგათი და ხადი იქნება და გაგეთ. აქ მოეწყობა ეს წაცხვიჩეს საგრიმიერო, სასტუმრო და სასწავლებელი ოთახი და ასე შემდეგ. აქედან არის ხედის. ნახოთ რა. აი დარბაზი. ეს აკულაზე კაი უნიკალურობა 15 წუთში იხსნება და იკეთება. ავტომატურად კეთდება ყველაფრით აქ მომჭალთო მოსახურების სკოლებით, მუშახელით, ჩვენი ტერით, სამასკასო. არქიტექტურა ასეთი არც ევროპაში და არც პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეში ასე რაღაც არ არსებობდა. ეს არის პირველი უნიკალური საზაფხულო თეატრი, რომელიც შენდება ოზურგეთის რეგიონში, კერძოდ ნატანების შეკვეთილში. ეს აკულაზე კაი